ეტევი იყო მეგობრებო სოფელში. აი, ესე ძის ადამიანი. ეს პოზიცია არის კუჭი ნაწლავისთვის ყველაზე საუკეთესო. ანუ კუჭის მოხმედება რომ კარგი იყო ადამიანი. ეხლა რომ ძიხართ ვითომ სკამში, სკამის პოზიციაზე ძიხარ და მეტი ძალა ჭირდება. როცა ადამიანის შეკრულობა სტორი არაძანსაკი საჭმელი ჭამის გამო ბუასილის პრობლემა უკვე ბევრი ადამიანს აჩუქებს. არა მარტო საჭმელი მეგობრებო, ეს არის ეგეთი პრობლემა, ადამიანი რომელიც ძის თელი დღე ტაქსისტია, თუ ოფისებში მუშაობს ახალგაზრდები, თელი დღე კომპიუტერში ძის და კუჭის შეკრულების გამო, დიდი ხანი დაძდომის გამო დღეს ბევრი ადამიანის მესიჯი მაქვს, რომ ბუასილია, რა უნდა გააკეთო? ბუასილის 4 ეტაპია მეგობრებო. პირველი, მესამე, მეორე, მესამე ეტაპამდე შეიძლება მაგის მკურნალობა მარტო სახლის პირობებში რომ გაასწოროთ. ეს თავიდანვე უნდა მიხვდე ადამიანი. აძლევს სიმპტომი, დაიწყება ქავილი, დაიწყება იმ ვენების გარეთ მოსულა, სიცხლის მოსულა. თუ მალავს და სირცხვილი ფიქრობს, ეს ამ პრობლემის გამოსავალი არ არის. მერე შეიძლება ისე გართულდე, შიგნით იმდენად გასივდე ეს ადგილი, რომ თქვენ მერე ყოველდღიური საქმეს ვერ გააკეთო, ტკივილი და კუჭის გასულის დროს ძალსაშლელი ტკივილი და სიცხლიდან აიცი. ქალები როცა არის ბეღძიმე, იმ დროს ბევრი ქალებს გამოჩნდება ეს კუჭნაძლავის პრობლემა, ბუასილი გამოჩნდება და მერე დარჩება და დარჩება არასწორი კურნალობა, მალამოების გამოყენება. მეგობრებო, მალამოებით მაგის კურნალობა არ არსებობს. იმიტომ მალამომ შეიძლება ეს ტკივილი შეამცირო და მაგისი კურნალობა, ანუ ეს პრობლემა არის სიტუაცია, ესეთი სიტუაცია, როცა ეს კუჭნაძლავის ძევიდან მიჩნდება, ან კუჭის შეკრულება კრონიკული კუჭზე ადამიანი ვერ გადის, როგორც მედიცინა ამბობს, რომ მესამე დღესაც რომ გადიხარ კუჭზე, ეს ნორმალურია, ეს ნორმალური არ არის, თელი დღე ნაჭამი საჭმელი მეორე დღე გარეთ უნდა მოვიდე, თუ არ მოდის, ეს ითვლება აიურვედაში კუჭის შეკრულება. ერთი პრობლემა მეგობრებო, ჯოგი ადამიანი წყალი არ ასვამს ვაფშე. Dehydration, ანუ მშრალია. კუჭნაწლავს სჭირდება სირბილე, რომელიც გვაძლევს ჩვენ წყალი. წყალი თუ არ დალევს, კუჭნაწლავის, ანუ ეს ჩვენი ნაწლავის ჯანმრთელობა არ იქნება კარგი. სირბილე არ იქნება და წყლის ნაკლებობა მიცი მერე შეკრულობა. საჭმელი, რომელი შეფუთული იყიდება მაღაზიებში. მოერიდე ეგეთი საჭმელებს. მეორე, შაურმებში ციცაკები რო ალაგებს, გემრიელი ციცაკები. იმდენი შაურმა იწმება თბილისში. კი ბატონო, შიგნით ხორცია, ცუდი არაფერი არ არის, ის მაიონეზი და თუ გაჩუქებს ეს პრობლემები, მაშინ ეს ციცაკა არ უნდა აუცილებლად ცადე მეგობრებო, როცა წამ თქვენ ხორციანი საჭმელი. ხორციანი საჭმელთან აუცილებლად მიაყოლე ბოსტნეული. ბოსტნეული შეშედის ბოჭკო ეს ხორცი რო კარგად გადამუშავდე, მეორე დღე გადამუშავებული ნაღავი გარეთ. თუ თქვენ მარტო პური ხორცი, მწვადი თან პური, შოთის პური გემრიელი, ეს გაიჭედება კუჭნაწლავებში და დიდი ხანი ეს გაჭედილი პრობლემა და თუ თქვენ ძიხარ და აქტიური არ ახარ, მერე აუცილებლად გადავა ბუასილის პრობლემებისკენ. ეხლა თუ გაჩუქებს უკვე ბუასილი, რა უნდა გააკეთო? თქვენი საქციელი როგორი უნდა იყო? პირველი თქვენი დღე უნდა დაიწყებოდე მეგობრებო, 3 რაღაცა გეუბნები. პირველი არის ერბო, თუ სუფთა ერბო გაქვს, საუკეთესო. მეორე, თუ გაქვს ქოქოს ძეთი, ან სუფთა ჯეითუნის ძეთი. 1 სუფრის კოზი, პირდაპირ ჭამე, ჯევიდან თბილი წყალი. ამ 3-ვედან 1-1, ჯევიდან თბილი წყალი. პირდაპირ ჩაი ან ყავა არ დალიო. აქედან იწყება თქვენი კუჭნაწლავის ფლორა, კუჭნაწლავის სირბილე, ან ბუასილი რო გაწუქებს მაგისი კურნალობა. მეორე არის აიურვედული ბალახი
ტრიფლა. აი ეს არის ტრიფლა მეგობრებო. ტრიფლა ნებისმიერი საიტებზე, ნებისმიერი ქვეყანაში, Amazon-ზე, ნებისმიერი iHerb-ზე დაწერე ტრიფლა, ან მაგისი ფქვნილი, ან მაგისი ტაბლეტები, ან მაგისი კაფსულა. არ არის წამალი. ბალახი გაკეთებულია, რომელიც ბუნებრივად ზრდის კარგი ბაქტერიებს, ფლორა, ჩვენი ნაწლავის ფლორა შეადგენთ. ბუასილის პრობლემა, პლუს თუ გაჩუქებს კრონიკული კაბზობა. ამ ყველაფერის დაალაგებს ტრიფლა. თუ სვამს თქვენ ტრიფლას ფქვნილი, თუ იპოვი ფქვნილი, მაშინ ერთი ჩაის კოზი პირდაპირ და ზევიდან თბილი წყალი უნდა დალიო. ყოველ ღამე ძილის წინ. მეორე, თუ იშოვით თქვენ ტრიფლას კაფსულა ან ტაბლეტი, გააჩნია რამდენი მილიგრამია. 500 მილიგრამი თუ არის დღეში ორჯერ, საწმელის მერე თბილი წყალით უნდა დალიო. რომ ნაწლავი იყო რბილი და ეს წნევა დაბლა არ იყო. და ყოველდღე კუჭის მოქმედება იქნება საუკეთესო. სადე რომ ეგეთი საწმელი წამო, სადაც ბოჭკო შედის, ბუნებრივი ბოჭკო შედის ლობიოში მეგობრებო, ოსპებში, ნებისმიერი ოსპებში, ხილებში, ბანანი, კაი-წიფე ბანანი, 2 ცალი ყოველდღე რო წამო, საუკეთესო იქნება ამ ნაწლავის პრობლემებისთვის. კივი კარგია, სელის თესლები კარგია, ჩიას თესლი კარგია. თუ სვამს თქვენ 2 კავაზე მეტი, ესეც პრობლემა. კავა არის ორგანიზმისთვის ცხელი. ჩვენი ორგანიზმის ტემპერატურა არ უნდა წავიდე მაგლა. რაც წავა ტემპერატურა მაგლა, კუჭ-ნაწლავის, ეს ანუ ვისაც აჩუქებს ბუასილის პრობლემა, ეს წნევა წავა დაბლა. ანუ კუჭზე რომ მიდის ადამიანი ამ პოზიციაზე ძის. იაპონია, სინგაპური, ინდოეთი, ანუ აიურვედაში წერია ადამიანმა ამ პოზიციაში არ უნდა წავიდეთ, ანუ კუჭ-ნაწლავის პრობლემა აუცილებლად შეხვდება როდისმე. ადრე საქართველოშიც ეგეთი ტუალეტები იყო მეგობრებო სოფელში. აი, ესე ძის ადამიანი. ეს პოზიცია არის კუჭი-ნაწლავისთვის ყველაზე საუკეთესო, ანუ კუჭის მოქმედება რომ კარგი იყო ადამიანი. ეხლა რომ ძიხართ ვითომ სკამში, სკამის პოზიციაზე ძიხარ და მეტი ძალა ჭირდება. როცა ადამიანი შეკრულობაშია და მეტი ძალა რო აკეთებ, მაშინ ეს ჩვენი ვენები რო არის ენუსის გვერდზე, ეს გამოდის გარეთ. დიდი ხანი შეკრულება და ეს პრობლემა როცა გაგრძელდება, შეიძლება ადამიანი წავიდე პირდაპირ პრობლემაში, სადაც არის ბუასილი. იმიტომ ცადე, თუ არ გაჩუქებს საქცრების პრობლემა ან მუქლის პრობლემა, ცადე რომ ეგეთი ტუალეტი გამოიყენო, სადაც ესე დაძდები. ეს არის საუკეთესო ნაწლავის ჯანმრთელობისთვის.